მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო, საღამოშვიდობის ეთერშია TV+-ი გადაცემით ანალიზის დრო. დღეს 31 დეკემბერია, დღეს ახალი წელი თენდება და გისურვებთ ყველა ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიხარულს და საქართველოს გაერთიანებას. დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად არის ზაზა გვიმრაძე, მოგესალმებით ბატონო ზაზა. მოგესალმებით ბატონო კოტე. დღეს გავიხსენებთ იმ საშინელი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, რომელიც ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს ყველაფერი ბატონ ზაზას თავზე გადაიარა ამ ყველაფერმა. და ვიმედოვნებ, რა აქ ყველაფერი უნდა ითქვას ამ გადაცემაში. მოგესალმებით და მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისათვის ბატონო კოტე. იქნებ გავიხსენოთ მართალია საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ყველაფერი მოყევით. ის საშინელი რაღაცეები, ინფორმაციები, ის საშინელი ტერორი, ასე ვთქვათ, ნაცმოძრაობის მხრიდან, იმჟამინდელი, ასე ვთქვათ, მთავრობის მხრიდან, რაც მოხდა და რაც ხდებოდა მთელი 2003-დან 2012 წლამდე. და გავიხსენოთ, მოდი ბატონო ზაზა დავიწყოთ გახსენება ყინწვის ის სპეცოპერაციის, რომელიც ძალიან დიდი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში. ეს იყო 2011 წლის 26 მაისს რო დაგვაპატიმრეს. მანამდე ავედით. მეგობარმა მითხრა, რომ მე უფესთან წავიდეთო რა, ვნახოთ მე უფე იობიო და მეც გადავწყვიტე რომ წავყოლოდი რა, მინდოდა ნახო და რომივეთ იქ მე უფე არ დაგვხვდა. გასული იყო თავის რეზიდენციიდან და მე დარეკა და გითხრა რომ ზემო ტაძარში ყინწვისის მონასტერში თუ არაგათ თან მოილოცეთო, თან ნახეთო და იქ კიდე საკლავია დაკლული რაღაცეებიო და ჩვენც ახლა და იქ ბევრი ხალხი იყო. იქ რა შეკრებილები რა, ესე მოსულები რა, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა და მე ესე გადავწყვიტეთ რომ წავიდე და ჩვენთან ერთად კიდე სხვაებიც წამოვიდნენ რა. იმ ყინწვისის მონასტერში ზემოთ. დიახ. წამოვედით, აქ უკვე მიტინგების პერიოდია. ბურჯანაძემ რომ ვითომ მოუნდომა სააკაშვილის გადაგდება და რაღაცა ის პერიოდია და ვიფიქრეთ გავეცლებით რა თბილისს რა მინდა აქ. შარი იყო, ისეთი შარი იყო რომ ვიცოდით რომ ეს არაფრის მომტანი არ იყო რა. ეს როგორ დავწმუნდით ახლა რა, მე პირადად რა, მე ჩემზე მაქვს ლაპარაკი რომ რუსთაველზე იდექი ადამიანი, წახვე და ტელევიზიასთან დადექი. ეპიცენტრი რუსთაველია და შენ ტელევიზიასთან მიდიხ. მაინც მეთქე, კი არ მომწონდა მიშანდა მაგის საქციელები, მაგრამ მეთქე, მაინც გულმა არ გამიწევს, არ მივიდე იქან რაღაცა რა, მაინც ოც ადამიანი ხარ. და წამოვედით ყინწვისში 24 სექტემბერი იყო. 24 სექტემბერი მოვილოცეთ, დავრჩით. 24-ში ავედით, 25 წვიმა წამოვიდა მეორე დღეს. ისეთი წვიმა წამოვიდა ბატონო კოტე, რომ თავსხმა წვიმა იყო. ღამე. მამამ გითხრა სადაც ქეიფობდით. მე სხვები წამოვიდნენ, რაღაც ქარელიდან მეგობარი მყავსო ჩვენმა იქ გასნობილმა მეგობარმა გითხრა, რომ ჩავალო და კიდე პურმალი სამოვიდა და ამოიტანეს მანქანით ქვეყანა პურმალი. ის 25 და ამ დროს გაწვიმდა და მამამ გითხრეს რა, ამოდითოთ. ესე ჩასასვლელი ყინწვის მონასტერთან, სადაც გაშლილია საქეიფო ადგილი, წყარო მოდის, მაგიდებია რაღაცეები, რომ იქ მონასტერთან ხო არ დაყრის საჭმეს და იმას და იქ ყველაფერი ისე იყო, კარგად მოწესრიგებული და ამოვიყვანეთ მანქანები უკვე ნაქეიფარმა ხალხმა და მანქანებშივე დავრჩით. ზოგი წავიდა, ზოგი წამოვიდა, ქვეყანა ხალხი იყო. ის ყველა რომ დაეჭირათ, ერთი 100-ზე მეტი მაინც იქნებოდა იქ. მიმსველი, მომსველი სუფრასთან ვსდომი რა, მთლიანობა შეიძლება მეტიც, ხო არ დავთვლი. და თენდება 26 რა. მანქანები ამოვიყვანეთ, მალე ჩარჩებოდნენ. ესე ჩასასვლელი იყო და მე ტყეში თან ამოსვლა წვიმიანზე ვერ შეძლო, პატარა მანქანებით ვიყავით რა. ერთი ჯიპი იყო მარტო ჩვენი მეგობრის გოგუაძის. ნიკა გოგუაძის. დილას მამაოებმა რო გავიგვიძეთ რაღაც ხელპირი დავიბანეთ რაღაცა, მაინც პახმელი აქ ქონდა რა, ქართველებს ნაციონალი ვიყავით რა და მამაო მოვიდა, მამასაბა იყო, განათლეს იმის სული დაიღუპა წინამძღვარი ყინწვის მონასტრის და სანამ წახვალთო მოდიო რა, ჩემი მემაქო
აი დასალევიო, ჩემი გაკეთებულიაო, ჩემი გამოხდილიაო და ჭაჭსარაყი გამოიტანა რა 5 ლტრიანით. და აგვისხა რა თითო ჭიქა, ჯერ მანამდე სანამ ეს მოხდებოდა ტაძარში ვიყავით. დიდება იოელ თავარანგელოს რა. ღმერთს, წმინდა ნიკოლოზს, ჯერ ღმერთს და მე თელ წმინდანებს რა, რო ვილოცეთ რაღაცა მაგან გადაგვერჩინა. რო არ დაგხოცეს იქ. მე და მე ვარკვევდი ამას რა, უკვე შემდეგ პერიოდში. ესეთი რამე ხდებოდა რა. გამოვედი დავლიეთ რაღაცები და ჭიქა მიჭირავს ხელში რა, ჩვეულებრივად ჭიქა მიჭირავს ხელში და ორი მიკროავტობუსი მოდის Toyota-ში. ნაცრისფერი ფერის იყო თუ სერიფერის. და მამავს ვეუბნე, მამა ნახე ტურისტები მოგდიან, მე ვთხარი შემოვლენ ახლა კომპლექს ნახავენ რა, მე დაათვალებენ, მოილოცავენ რა. რო გაგვისწორდი ჩვენ სადაც ვიდექით. მონასტერთან რა. ერთ 10-15 მეტრაში, 20 მეტრაში გადმოხდნენ მასკე დაწეკით თქვენი დედა, თქვენი ასე, თქვენი ისე. ვინ უნდა დაწვეს, თან ჭიქა მიჭირეს ხეს და დავარტყე რა ეს ჭიქა რა. დავლიე. დავლიე და უკიდან არ მოხვდა ის რა. ავტომატისტი. აკაესი როგორც უწევს. აკაესუები ქონდათ. შენ ეს სკინის ბრიგადა დამაგდეს. და აღჩრიკეს ფეხები გაგვაწევეს, ესე გაგვაშლევინეს და გავჩხრიკეს. ამოიღეს უყურებენ ის საფულებს. აღარ უნდა ქონდა, აღარც ფული გვაქვს. ხო ვიყიდეთ პროდუქტი რა. ის ხო არ ვიყავით, რომ მილიონერები რო ჯიბეში ფული ქონდა. ნახეს ეს ტელეფონები და 2 დღეში გაგვეთიშა რა ტელეფონი. ზოგს დამტენი არ აქონდა, ზოგს იმისი არ მიდიოდა რა. არ ტელეფონი მუშაობს, ესე გვიყურებენ რა. ვაგინებთ თქვენ სამშობლოს მოღალატეებო, თქვენ სამშობლოს გამყიდველებო. მეთქი ვინ არის მოღალატე? აი ჩაგაზელენ რა ეგრე. მე წამოგვაყენეს მამაებსაც უთხრეს რა. მამამ უთხრეს რა შვებითო, მამაებს ესეთი რამე უთხრეს. ნება რო კონდეს თქვენს დაგიჭერდით. მაგრამ ამის უფლება ჯერ არ გვაქვს. არ კონდათ რა, თორე. და მე რეკავენ სადღაც რა, წამოგვაყენეს ფერზე და ის რო არის თეთრი ზონარივით როა შესაკრავები. ხო, შავი და თეთრი მოსაჭერი რო აქვს. აუ ისენი დაგვადეს ხელბურგიზე ცუდი რამე ყოფილა. აი ესე იყო აი ხელები უკვე და ასე. ესენი რეკავენ სადღაც რა. განაწილებენ მანქანაში, მაგრამ რეკავენ თან პახოვდო ამათ რა უყოთ. არაფერი არა. მანქანაში მე სადაც დამაჯინეს. ეს მიკროავტობუსში. უკან მე სამშობლოს გავხედე ყუთებიდებს, რა სამხედრო ყუთები. 2 თუ 3 ცალი იყო რა. და მივხვდი რომ იარაღი იყო ამაში. მე მოვედი ამისაზე რომ იქ რო დავრჩენილიყავით. დავხოცავდე. ამ იარაღს მოვაწყობდნენ. და იტყოდნენ რომ აი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ ან ყაჩაღების ბანდა რაღაც რა ვიცი. ან 26 მაისს. ხო რა, ესეთი სიტუაცია ან 26 მაისზე ის ხალხი იყო იქ კიდე შეერაღებული და ელოდებოდნენ და ყველაფერი რა ხო იცი მაგათ ფსიქიკაში ყველაფერი ცუდი მოდიოდა რა ადამიანებისთვის რომ გაემწარებიათ ადამიანები. წამოგვიყვანდა გზაში ყინწვისიდან იქამდე ერთი საათზე მეტი მოვდიოდით რა. ქარელის პოლიციამდე. არის პოლიციაში გადმოგვსეს დაგვაყენეს წრივში ესე ხალხი და ვინც ერთი მანქანა ადრე იყო წამოსული და ისინი უკვე დაჭერილი ყავდათ გზაშივე სამ ჩვენ დაგვიჭერდნენ მეტყობა ალივერებდნენ რა ერთად ვინ იყვენ ალბათ აგენტი შემოგზავნილი ყავდათ რაც გაიგებდი ქვეყანა ხალხი მიდიოდა და მოდიოდა შეიძლება მონასტერში წავდათ აგენტი თავისი ვიღაცა კაცი და მე დავგვამწკრივეს აქა და 4 კაცი შეიყვანეს რა. ღვალაძე, გოგუაძე, ესენი მაგარი ნაცემები იყვნენ შუკაკიძე და მე-4 ვინ იყო აღარ მახსოვს რა. ღვალაძე, გოგუაძე, გუნდიშვილი ჯემალა. ხუთიშვილის მამა იყო ის გუნდიშვილი. აუ იქიდან ხმები გამოდიოდა. ჩვენ ესე ჩამწკრივებულები ვართ რა პოლიციის წინ შენობასთან. ბოდიში, ანუ ცემა მიდიოდა. ცემა მიდიოდა და ამუშავება მიდიოდა. აი ეს რაღაცა ესეთი რაღაცებია. კასტეტები ქონდათ როგორ იცი? ტყავი იყო და ზემოდან კინები იყო ისეთი. ესეთი კინები იყო, ვარსკვლავებსა გავდა რა ეს კინები. ორივე ხელზე რა ესეთი იყო. მე ის პოლიციის უფროსი ვინც იყო მაშინის პოლიციის უფროსმა მე წყლის კოკაკოლის სავსე წყლის ბოთლები მოიტანეს. და შეიტანეს პოლიციაში და აბა ის ვაიდე და ვაი მამა და მანამდე ჩვენ ჩამწკრივებული ხო ვართ? მოდიან და ეს სამხედრო ჩექმას
პირდაპირ გვიტყავენ ამ წვივებში. მე გადამისხდა რა ორივე ფეხზე და სისხლი მომდიოდა, რა ვარია მოვა დაგარტყოს ერთხელ დაგარტყოს მეორე და ამ დროს იქიდან დამიძახა ერთმა სპეცნაზელმა რა. აი ბიჭი იყო სიმპათიური რა შეხედა და უკვე მასკა ორ კაც მოხსნილი ქონდა მასკა. ბევრს ეკეთა მასკები. შიგნივ შეიყვანეს იმ უფროსები ვინც იყვნენ, 2 თუ 3 ორი კაცი იყო, იმათაც მოიხსნეს მასკები. ერთი 4-5 კაც ქონდა, მოხსნილი ქონდა მასკა, მაგრამ ამ ბიჭის სახე მახსოვს რა დღესაც და მეორე კაცის სახე, იმ 4-ის მახსოვს. აი სახე მახსოვს რა, ეხლა რო ვიხსენებ ხოლმე მახსოვს. ამ ბიჭმა მითხრა მოდი ჩემთან დადექი. და მიყურებს თეთრი მაიგამაცია ჯინსის სარჭმელი, ჯინსის შარვალი და საზაფხულო რაღაცა რა, ფეხსაცმელი. სპორტული. ბიჭო, იმას ეუბნება მეორეს რომ ბიჭო, ეს რა ხდება, სად გამოგიშეს? რაი არ არისო ბიჭო, არაფერი არ აქვს და პრიმას ეწეოდენო ბიჭო, მოუღეთო რაღაცეები ლაპარაკო. იმათქა ჩვენი საქმე გვითხრეს გააკეთე დააპატიმრეთ რა. შეეშვი რა, ნუ ეძიებიო რა. ამიტომ მეთქა ჩემ გვერდ დადექი და შენ არ ცემენ. მე მივცემ შენი ცემის სასწავლებასო რა. ამ დროს სასტრაფო მოვიდა, იქ იმპაქტები მიიღეს ხალხმა ცემებისგან. იცი როგორც საშინელი კნაველი და ის ხმული ისმოდა, შეგზარავდა რა მარტო ხმა რა, ცემის. ესე იქნებოდა 5:30, 5 საათი. ესე დაგვაპატიმრეს იქნებოდა 11-დან 12:30-მდე რა, 20 წუთი შეიძლება 25 წუთი. გამოიძახეს რაღაც ავტობუსი ჩამოვიდა, სამხედრო ავტობუსი იყო რა. გძელი, აი მიშან რო ჩამოიყვანა ვითომ ჰოლანდიიდან რო ჩამოიყვანეს, აი მაგის უთავსი იყო ზუსტად რა და ოგო შეღებილი რა. მაგაში ჩაგვსეს ყველანი. პოლიცია გამოყარეს ვაფშე შენობიდან და ეზოს გარეთაც გაუშვეს. შენობიდან გამოიყვანეს თელი პოლიცია და ეზოს გარეთ გაუშვეს. მარტო დარჩენილი იყო ჯუღელი იყო მაშინ პოლიციის უფროსი ქარელის. გამოვიდა წამოგვიყვანეს და ჩამოგვიყვანეს სამმართველოში, თბილისის სამმართველოში. მე-7 თუ მე-8 სართულზე რა. მე 26 მაისი გავიგე, მამაოს დაურეკა, სანამ დაგვიჭერდნენ 5 წუთით ადრე თავის მამამ დაურეკა, იცი რა მოხდა თბილისში, დაარბიესო მიტინგიო, სისხლის გუბეებია, ხალხია დახოცილი და რაღაცეებიო. მანამდე საერთოდ არ ვიცოდით რა ხდებოდა ჩვენ. მე თუ არ ქონდა კავშირი რა თბილისთან. დაგვიჟდა ტელეფონები. მოკლედ რო ვთქვათ, აგვიყვანეს და ხედავ ხალხით არის სავსე თელის ეს შენობა. პოლიციელები ხო არიან და არიან. ალბათ უშიშროებაც იქ იყო, პროკურატურაც იქ იყო, ყველა იქ იყო და ეს ხალხი დაჭერილი ამდენი. ჩვენ გაგვანაწილეს ზოგი მე-7-ზე, ზოგი მე-8-ზე. მე მე-7-ზე მოხვდი თუ მე-8-ზე, აღარ მახსოვს. ჩვენ დავყარეს იატაკზე ყრიან ყველა, ჩვენ დავყარეს იატაკზე და გამოივლიან ბიჭო ამ ხელკეტები უჭირავთ, შავი რეზინის ხელკეტი რო არის და მე მივხვდი რა, რომ ვნახე იქ ტელევიზორში ვნახე, მე კადრებს მაყურებინებდნენ რა, 26 დაშლისას. თეთრი პლასმასის ჯოხები რო ქონდათ იქ ხალხს, რო იცავდნენ თავს ამ შერკინებაში ამ პოლიციელებთან, თუ სპეცნაზს და იმით როგორ დაგარტყოდა. აი ცხარს რო მე ცხარი რო ცხარს რო კომბალს რო გადახკრავენ, ესე გვირტყავდნენ რა. თან ბიჭო უკვე ცუდად თავართ, გაიგე ხალხი. არა ტუალეტი, არა წყარს მინდა გალეინა, რამე. არა საჭმელი. არა საჭმელი, ვინ საჭმელი რა, საჭმელი ვინმე გიყურე. წამალი მაის თუ არა რა წამალი, ცუდად თამა გული ვეუნები და შემიყვანეს მე გაუნძებლის ოთახში რა, ოთახში გაუნძებელი იყო ვიღაცა გოგო რა. კი მახსოვს მაგის სახელი და გვარი, სადღაც მიწერია. იყოს ღმერთმა გაუმართ, თავის გზაზე ყველას გაუმარჯოს. და იმას მიშვებოდა რა. მე ჩხუბება ეს გოგო, კაცო. აღიარება რომ რაღაცებს და რაღაცებს მეუნება. რა აღიარო, მე ვთქვი, ის აღიარო რა. თან აერიათ უკვე იმდენი ხალხი იყო. 26 მაისის ვეგონი რა, მეც აქციის მონაწილე. ვეუნები არ ყოფილვარ, კაცო, ყინწუში. ყინწუში დაგიჭო, თქვენი ყავით, შეიარაღებულები რო რა შეიარაღებული, ის შეიარაღებული. ეხლა ყველაფერს აღიარებ, თორემ მაგრა ვაცემინებ შენ თავსო რა. რა თქმა რაზე უნდა აცემინო რამე.
ჩვენი გზები არ გადაკვეთილე რა გინდა მე ვთქვი აზე უნდა ცემენ რა აი მცემონ მე უკვე მცემეს მე ვთქვი ერთხელ და კიდე მცემენ რა არაფერი არ ვიცი მე ვთქვი რა უნდა გავაკეთო ასე ვთქვათ ბატონო ზაზა გაძალებდნენ ხო გაძალებდნენ ზეწოლაზე ზეწოლაზე აღიარე მე ვიღაცა მოვიდა პროკურატურიდან ესეთი დაბალი მასტი იყო შავგრემანი აუ ეხლა ვიცი რას გიზავ თუ კარა всё ეხლა შენ სახში შეგვას ჩავატარებ თუ რაღაცა აღიარებო და დავინახე რომ მიქონდა ტყვიები და წამალი იმაში ნემსში გახსნილი წამალი მიქონდათ ნუ ჩერეკაზე უკვე ეს უკვე ღამე ხდება მე ვთხარი რა წამალიო ყველა მიცის ელმა საქართველოს რომ წამალი საერთოდ არ გამიკეთებია და არც ვეკარები არც ერთ ნარკოტიკს თელმა თბილისმა სადაც ვიცნობენ და თელმა საქართველოს ყველა მიცის მე რატო ჩვენ დავდებთო და მე იცოდენო რა ხო იცი რედაქცი მე მიკეთებდნენ ზეწოლა ფსიქოლოგიურად ერთი-ორჯერ იქ ჩამცხეს ვიღაცა შემოიყვანეს კიდე იმან ჩამარტყა და ჩამარტყა რა და ეგონა რომ ვითომ გამტეხავდა რა რომ რაღაცას ისეს მომაწენა და არა რა თქვი და მივაძექი პირველ ჩვენებას ის თქვი და ისე მოხდა ბატონო ზაზა მე ჩამგვიყვანეს იმაში აბეზეში ხო წყალიო ნარკოტიკი მე ის წყალს არ დავლე მეთქი წყალი მომაწოდეს შიგნი ოთახში მომიტანეს მაგრამ ის წყალი არ დავლია მეთქი რამე არ ეყაროს მეთქი შიგნი და მე არ დამაბრალო ნარკოტიკი ის იყო და მე დალებდი აჰა წაგიყვადე ნანალი წაგიღებდნენ და გამოჩნდებოდა ნარკოტიკული რაღაცა გაქვს რა მიღებული საშუალება მე ნარკოტიკსა დაგიდებდნენ უკვე რამდენიც უნდა კილო 2 კილო 3 კილო და ვაი რამდენს მოგწევდნენ სამუდამო პატიმრობას მოგწევდნენ მე და მე ესეთი რაღაცა მოხდა რომ არა და მე უთხარი წყალი და მე ტუალეტშიც გაგვიყვანეს მიხდე რომ გაყავდათ მაგრამ ხალხი იყო ნაცები როგორ იცი ხმები ისმოდა ოთახებიდან ბღავილეს იმისი ბატონო ზაზა როგორც ვიცი ჯვარსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და ეს ჯვარი როდის ხდება იცი შეურაცხყოფა ეს ციხეში ხდება უკვე ციხეში რომ გავშალოთ ეს თემა ეხლა გავშვით ჩაგვიყვანეს იქ მე ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი რამაზ ღვალაძე მოიყვანეს ამებზე ქონდა ისე დამწვარი დენზე ყავდათ მოდულის შენობაში წაყვანილე დენზე ხელები და ფეხები ქონდა დამწვარი რა ამებში ეგ მოიყვანეს კიდე ვიღაცები იყვნენ რა რავი ქვეყანა ხალხი იყო იმაში სავსე იყო თელიკაბეზე ეგ მეორე დღეს გადაგვიყვანენ თან 26-ში დაგვიჭირეს და 27-ი გააფორმეს თუ 27-ში დაგვიჭირეს აქაც შეცდომა გააკეთეს ხო რაღაცა უნდა იწარმოებინა იქნებ 27-ში გამო მე 28-ში გადაგვიყვანეს იმაში 28 თუ 20 იმას ციხე იმ სასამართლოში პროცესზე არ გვალაპარაკეს არავინ ერთმა რაღაცა წამოისროლა და всё და ეგრევე ორთვიანი პატიმრობა 15 წუთში ორთვიანი პატიმრობა მოგვისაჯეს დიდ დარბაზში ჩატარდა დაბლა დიდ დარბაზზე ერთი სასამართლო პროცესში 24 კაცი ვიყავით დაჭერილი კაცი დაიჭირეს შვილთან ერთად საერთოდ არ იყო ის ბავშვი არაფერი და იმ ბავშვს შაქარი დაემართა ნერვიულობაზე და დღესაც ავად არის ის ბიჭი თო უკვე კაცია და მაგარი კაცია და ვაჟკაცი კაცია შაქარი დამართნეს თო ნერვიულობაზე რა ვარია მამასო შვილს უჭერენ თვალწინ ახალგაზრდა 16-17 წლის ბიჭი წამოსული არაფერი არაფერი და ჩვენ მამამ წამოიყვანა მონასტერში საერთოდ არაფერი შუაში იყო და არაფერი შუაში და თელი ზეწოლები იყო იმ ხაზზე ჩემთან დაჭერილებზე ისეთ და წაგვიყვანეს მიიყვანიდან დაიწყო ჩემი წამება და ტერორი ციხეში 300 დღემდე მაგ გატარებული რა მე კარცეში რო აღარ მიღებდა სუჩემა იყო აი ესე დაგადებებდა ხელებს ახალი მეთოდებს იგონებდა ერთხელ ესე დამანდებინეს ხელი მეთქი რაღაც ერთი აქედან დამიჯდა ერთი თან დიდები რა 5 და 8 კაცემდე მცემდა ჩემცემას რა თუნდა 5 და 8 კაცი დაჭერილი კაცი ხარ 5 და 8 კაცი რა თუ ესე დამანდებიეს ხელები მეთქი რაღაცას ოფიცრის ოთახში რა მეთქი რაღაცას შალი ჩომენდა რა არის ესეთი და უცებ ორივე მუხლი მომიქნეს და ამაში დამარდეს აი ორივე დამარტყა ამ ადგილებში თირკმელები და ისენი და ფილტვები და ისენი ხო სულ თქვა შემეკრა გადავარდი იმენა გადავარდი მაიკაზე მომკითხეთ ძალიან ვარ დავცემული მაგრამ თავი მაინც დავარტყე ბეტონია სულ და ეს მაიკა ჩამომეხა ამ მაიკაზე ჯვარი მეკეთა რა პატარა ესეთი ჯვარი იყო რა ეხლა სახში მაქვს ის ჯვარი მოვიდა ერთი საზიზღარი რა გაფუჭებული რა
ხან ჯვარზე მაფურთხებდა, ხან თავზე მაფურთხებდა და ფეხს მისვავდა თან, თავის ჭუჭყიან ფეხს თო. ეს არა ადამიანი, ეს არა კაცი თო. ეს ზაღლიშვილი რა. მაპატიოს სვენელმა რა. ცოტა უღელავ რა რო ყვები ეს მახსენე. მე ემოციებში ვარ უკვე რა თქვა როცი. ხო და ესე იყო რა კარანტინი რო იშლებოდა. ხო ვიყავი კარცერში, გადამიყვანდნენ კარანტინში. კარანტინი რო იშლებოდა. უკან მაბრუნებდნენ. კამერაში კი არ მიშვებდი, ისევ კარანტინში ვიყავი. ფიქრობდი თუ სულ კარანტინში რატო უნდა ვიყო და სულ რატო უნდა მცემო, გაიარე ეს კორიდორი, ჩაღუნე თავი, არაწიო თავი, რაღაც მინდა დაწეო, ყველას ვცნობდი, რაც უნდა ამეწია თავი. იჯდნენ რა, ყველანი იჯდნენ რა, თითქმის იქიდან მოდიოდნენ დეპარტამენტიდან კიდე უფროსობა უყურებდა ამ იმას. მაშინ მიციყვენ საღჯერასულის დეპარტამენტიდან. ყველანი ეს კილერა, ესენი, ყველანი იყვნენ რა, იქა რა. ყველა შეურაცხყოფას გაყენებს, არა, გაგინებენ გლანძა. ერთხელ ვარ გასული მარტო იმაზე, პრაგულ კაცურ ეძახიან რა. მე არ ვიცოდი პირველ თუ შემოყვანაში გავედი კამერაში, სადაც მოხდი პირველად და რო გავედით და აბა ჩქარა თქვენი დედა, თქვენი ოჯახები, თქვენი ცოლში, მეოთხარი რო შემოგა, მეორედ აღარ გთქვათ ვიღაცა, არ ცხენიათ რა გინდა რო გადიო, ბიჭო, დედის გინება და ოჯახის და ცოლშვილის გინება, ვინ სიამოვნებთ მეოთხარი ბიჭო. აღარ გახვიდე, არ გავდივართ რა. გინდა ზაფხული იყოს, გინდა ზამთარი, გინდა შემოდგომა რა. აი ეს სისასტიკეში ატარებდნენ ყველა ხმები ისმოდა პატიმრების ღმუვილის. სხვადასხვა იქიდან ხო ეხლა ღია რა ისა რა ფანჯრები რა ზაფხულში ზამთარში და ისეთ იყო სიოდა კი იდგა ის გამათბობელი რადიატორი ერთი რადიატორი იდგა მაგრამ იმას თავის რეჩუები ქონდა რამდენი რამ და ისმოდა ეს ღმუვილი წმუვილი კივილი წივილი აი მოდიოდნენ ფეხსაც ხო მოდიოდნენ სამსახურებში დიახ იხდიდნენ ფეხსაც და ჩუსტიკებით დადიოდნენ. იცი რატო? ნუ კამერები და ყურები მიედო. რო არ ხმაურობდი, ხო დავშ არ ლაპარაკო. კამერაში აკძალილი ქონდა რა, ხო. ოდნავ რო გაიგოთ რამე ჩურჩულიც. აი ჩურჩულის კამერაა რა, ადამიანი ხარ რა, ეტყვი რაღაცას ადამიანს, აბა როგორ. ეგრევე იმას გეუბნება, აბა რატო ხმაურობს კამერა და აბა ვინ ლაპარაკობდა და ხო იცი აი ცუდი ისა რა, ვიღაცა პირველჯერ მithქვია რომ მე ვიყავი და გავსულა უკვე ახალგაზრდები იყვნენ და ცოტა ისე გადაგიჩენია ასე. ო რა ცოდვა იყო რა. აინც ვერ იმაშვებოდი. კაც სემდნენ, მე გაყავდი და იონებოდა. უნდა დამიწერო შენ რომ ეს ვითომ კრაუტიდან გადმოვარდა. შპონკიდან რა, შპონკას ეძახოდა. შპონკიდან გადმოვარდა ეს მოიტეხა. დაარტყეს და მე ვთქვი მე არ დავწერ ამას. აუ მაღაზიადაც კიდე ცალკე იმას მიშვებოდი. როგორ არ მე ვთქვი მე არ ავწერ ეგეთ, არ ვიცი რა წერა. ამაზე ცალკე გიმატებოდი. ამაზე გეჩხუბებოდნენ, გცემდნენ, გაგინებდნენ. რო ამიყვანეს კარანტინიდან რამდენჯერ ამომიყვანეს? იქო ნაცემი ვიყავ. მე აბანოში შევყავდით. ხან 6 კაციანებს აბანოში ვცემდნენ, ხან 11 კაციანებს აბანოში. რა გინდათ ვეუნებოდი რა და ჩვენი ადგილი გინდა, რა ადგილი მინდოდა, ბიჭო, ეს სამსახური საერთოდ არ მინდოდა, მე ვთქვა. ოფიცრობა და ისუმდომოდა რა მე. აგონი მე ვთქვა, აქამდე გენერალი ვიქნებოდი მე ვთქვა. ჩვენ ხო არ გაგიჟდით, რა თმინდოდა მე ვთქვა, მე საერთოდ რა. ერთხელ კიდე ეგეთი რამე გამიკეთეს რა. აუ ექიმი არ მომიყვანეს, ცუდად ვიყავი რა, იმ საჭმელს ვერ ვჭამდი რა. სალათის ფერი ცხიმი იყო საჭმელში. იმას რა შემაჭმელდა ბიჭო, რაღაცა კომბიჟირს ეძახოდნენ თუ რომ ეგ იქნებოდა, მაგრამ რაღაც ეგეთი ფერი ქონდა, მწვანე ღია სალათის ფერი რა. აი სადაც ფოთოლი რო არის იმ ფერი. იმას საჭმელს რა შემაჭმელდა და ასაც ოჯახი გვიგზავნიდნენ რა, კარტები ქონდა და აი გამოგქონდა რა რაღაცები. საპატრიარქო გვიკეთებდა 4 შაბათს ლობიოს და შაბათს თევს. საპატრიარქოში აწვდიდა ციხეს. ამ ლობიოს ყოფდი რა, 4 შაბათს მომივიდა და ეს პური ხო იყო. დიახ. ცუდი გული ქონდა ამ პურს და ეს გულს სულ ვაცლიდი რა ამ პურს რა. ამ ლობიოს 4 შაბათს მომიტანდი, ნახევარს ვაწყობდი, ნახევარს ერთ პურში ვაწყობდი, იმ ნახევარს ხო შევჭამდი. ნახევარს მეორე დღისთვის. თუ ისეთი რამე არისო რა. ვერ შეჭამდი რა, საუნა ყოფილიყო. ჩაი მოდიოდა, ეს ჩაი კი არისო რაღაც აი ფუ რა. თუმ ჩაი არც დამილევია რა, ერთად დავსონე, აი ჩაის პროვოკაცია იყო რა. ყველაფერი იყო გაუბედურებული რა. ბიჭო,
საჭმელი შემოგივიდოდა, ხანდახან იყო ქათამი იყო, რაღაცა იყო რა. მოდიოდა, სანამ მოვიდოდნენ, აჩერებდნენ ამ ბალანდიორებს. ეს საჭმელი ბალანდიორებს ეძახიან ბატონო კოტე და აჩერებდნენ და ეს ოფიცრობას ესეთი მისკები ჰქონდათ რა, თავსახურიანი და არჩევდნენ ხორციმებს და იყრიდნენ თავისთვის. პატიმას რა უნდა შეხვედროთ? ყველაფერი რა ცუდი რა, ცემა, ტყეპა, გინება, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი იყო რა. ყველაფერი ხდებოდა. ყველაფერი რაც შეიძლება წამება ყოფილიყო, ყველაფერი ხდებოდა. მე ჩემ თავზე ბევრი წამება გამოვიდა, ცემები. კანონიც რო შიზე ერთი ფაცაცია იყო, ახლა გამოვიდა რა რეჟიმის უფროსი. ხო გაყავდი იქა რა, მეორე ოთახი იყო ეს კანონი და მე შეყავდი ერთი ოთახი იყო, საიდანაც მე უკვე ანაწილებდნენ რა, რას პრეზიდენტი რო იტყვიან რა, გამანაწილებელი იყო, ზოგი იმ корпуსზე, ზოგი ამ корпуსზე, იმ კი ვერ ბრუნდებოდი იმ კამერაში, საიდანაც წამოგიყვანდნენ. სხვა კამერაში ხდებოდი. შემო სხვა корпуსზე მოხდა. შეიძლება იმ корпуსზე მოხოსულიყო, მაგრამ სხვა სართულზე და სხვა კამერაში. და ბოლოს ის გიკეთებდა უდარს ამ ნაცემს. თან დიდი იყო ესეთი მოშნი. თასავით. ო რა, ჩასმული და მე კაზიამ საჭმელზე იჯდა, რატო არ იქნებოდა მუქთაზე. და ის გიკეთებდა უდარს რა. ზემოთაც ავყავდით ადრე რა, იმის უფროსის ოთახში და გამბავდნენ და გცემდნენ რა. გეკითხებოდნენ რაღაც სისულელეებს რა. ესე. ერთხელ სასამართლო პროცესზე და მოყვანილი ყავთ კაცი ოლეგ კეშელავა რა. საერთოდ ჩვენთან შეხებაში არისო, ჩვენთან იქ არც ყოფილა, ინწვისში და რა. ანუ პირველად ნახეთ ეს ადამიანი. მე პირველად ნახე და მეუნება პროკურორები მეუნებიან. ამ კაცო ხელი დაადეო. რა გინდაო რა, ყველაფერზე მწვანე გაქვს. იმაშიც გადაგიყვანთო ზონაზეო რაღაცები. რო არ დავადო ხელი მეთქი. აუ რომი ხარ რას გიზავენ იციო? პროკურორი რო გემუქრება, რას გიზავენ იცი ციხეზეო? და წავედი რა, ამას გონია დავადებ. ხა სასამართლოზე მივდივარ როგორც მოწვე უნდა დავადო ხელი. იქ რაღაცები დავიწე, მოსამართლე მოტყვა ეს გიჟი ყოფილა გაუშვით აქიდან რა. ეს გამოიწავედით იმაში, როგორც კი ჩამომსვეს და შემიყვანეს იქა კარანტინში. აუ როატყდა ჩემი ცემა და ბრაგაბრუგი. ჰაერში ვიყავი რა. ნუ ოლეგ კეშელავას ხელი რატო არ დავადე რა. მან შეს უფროსი კაცი იყო ბიჭო, საერთოდ არ ვიცნობდი რა უნდა დამედო, რა უნდა მეთქვა. არა, უნდა მეთქვა რომ აი ეს ორგანიზატორი ეს გადატრიალებს ამზადებდა რაღაცა. ბოლოს სასამართლომ ეგეთი რაღაცა მიიღო გადაწყვეტილება რა, მოიფიქრეს, პროკურორს ვეუბნები, ვინ მოიფიქრა მეთქი ესა რა. მე უნდა შემომეყვანა 2000 რუსი სპეცნაზელი ქართულად მოლაპარაკე და უნდა დავხმარებოდი 26 მაისის მიტინგს. და მაგაზე ბატონო კოტე უთხარი ეს ვინ მოიფიქრა მეთქი და პირველებია და ვინ არიან პირველებიო? ვინ არიან პირველები მეთქი? ვითომ არ ვიცი რა ისეთი. აი ეს მოფიქრებულია, პირველები არიან მიშა, ვანო, ადეიშვილი, ბოკერია, თარგამაძე და კიდე თქვა რა რამოდენიმე კაცი კიდე. ახალაიები ცხოდნენ საერთოდ. ალბათ შეიძლება რა ეხლა რა და მეთქი ხო, აბა ხო მეთქი რა. რა უნდა რა ახლა რა მე უთხარი ახლა ბიჭო როგორ მიჭეთ მე უთხარი მაშინ პუტინის ძმაკაცი ყოფილვარ მე მეთქი გაიგე და პუტინი ახლა მიაკ დამტოვეს როგორ გონიათ მეთქი ციხეში 2000 რუსის სპეცნაზელი იცი რამხელა მე მაგ მე უთხარი ცოტა სამხედრო გამოჩენილი ჩახედული ვარ როგორ უნდა შემომეყვანა მე საქართველოში ბიჭო 12 კილოიანი ზოლია მე უთხარი სიგრძეზე თავის 2000 კაცი თავის ბრონეტრანსპორტ მანქანებით იმითი სიგრძე რო იჭიმა 12 კილომეტრამდე გამოდის მე უთხარი გაგიჟდით ხარ ხო საიდან შემომეყვანა რა თებიდან უნდა გადმომესხა ციდან თუ როკის გვირაბი ხო ან როკის გვირაბიდან იქ კიდე მაშინ ხო ის ადმინისტრაციულ საზღვარი იყო დრო ხო ანა ფერი და მომისაჯეს 8 წელი 4 პირობითი 5 გამოსასწორო მე 8 წელი შეცვალეს 4 მომისაჯეს 4 პირობითი და 5 გამოსასწორებელი მე უთხარი პროკურორს ბაბუა ჩემი რო გადაასახლეს ციმბირში და გამიკულაკეს იმისთვის არ მიუციათ ამდენი მე უთხარი რა შვებით მე ბიჭო მე უთხარი არ ცხენია კარგით ბატონო ზაზა ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთვის მომზადებული თუ გცნოთ აი ამ თავრობის სასამართლომ ასე ვთქვათ დაზარალებულა ამ თავრობის სასამართლოზე ჩვენ გვითხრეს რომ რაღაც კანონიც მიიღეს პოლიტპატიმრების შესახებ ჩვენ როგორც პოლიტპატიმრების გამოვიდა და კანონიც მიიღეს მე კანონში ეწერა რომ ჩვენ რომ შევიტანდით
იმაზე გამართლებაზე საბუთებს სასამართლოში ეგ ავტომატურად უნდა გავემართლებინეთ სასამართლოს. რაღაც პოლიტიკურმა პარლამენტმა და ის 5 წელი დამჭირდა სასამართლოში გამემართლებიან თავი. მოწმეები მოვიყვანე იმ ყინწვისიდან ის სასტრაფოს ხალხი ჩამოვიყვანეთ ვინც იყავით ბიჭები დაჭერილები და გავმართლით ის მამაოს მოვიდა მე გარდაიცვალა ჩვენება მისცა ბოლოს მამასაბამ და გარდაიცვალა განათეს მის სულ ქალბატონები იმ სასტრაფოდან ექიმი ექთანი წავედით ჩამოვიყვანეთ სასამართლოში და ბოლო გაგვამართლეს რა 5 წელი ორი მოსამართლე გამოგვიცვალეს ეს ერთი მოსამართლე რო გამოიცვალა თავიდან დაიწყო ისა მეორე სასამართლო პროცესი ახალი რო დაინიშნა ამ მეორემ კარგად მიყვას საქმეს რა ბოლომდე რა მე უკმაყოფილი ვარ ამ ბოლო მოსამართლეს და გამოიტანა განაჩენი გამომართლებელი განაჩენი ყველა პუნქტში ხო არისო პუნქტობრივად ამაში მტყუანი ხარ იმაში ჩვენ ყველა პუნქტში იმიტომ რომ უფალი დიდია და უფალმა ეგრე მოინდომა იმიტომ ჩვენ არ ვიყავით დამნაშავეები ჩვენ გავმართლით მე დადგა კომპენსაციების შეტანაზე რა ამ კომპენსაციების საკითხი შეტანა შევიტანეთ ეს კომპენსაცია და დღემდე ორი სტომა ჩაგვიტარეს აბსურდს გეტყვი რა ეს მოსამართლე ვინც არის ეხლა ვითომ ჩვენი საქმის რა დაიწყო პროცესი შეგვიგ რაღაც ისე დახვდა რა ხეც ისე რაღაცნაირად ესე იყო რა წამოწოლილი რაღაც იქ რო შევედით სასამართლო პროცესი ჩემო მეგობარმა უთხრა რა რაც წამოწოლილი ხარ რაღაცა გვითხრათ ამ პახოტურად და ამან უთხრა ჩვენ ისე სათამაშოდ კი არა ვართ აქ მოსულიო და რაღაც სამაიმუნა ჩვენ გვინდაო და ჩვენ უნდა ვთქვათო და ჩვენსაც ვითხოვთ მე გადადო რომ არ არიან პროკურორმა გადადო სასამართლო თქვა რომ მე ხოვერი მეორე სასამართლო იყო პროკურორმა თქვა რომ მე პროკურატურამ რატო უნდა გადაიხადოს ფული აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაესწროსო, ფინანსთა სამინისტროს დაესწროსო, საბჭოთა დასრულებას დაესწროსო და ხო რა ეს სამი რა, საბჭოთა დასრულება, ფინანსთა სამინისტრო და ის კიდე რა ქვია, ფინანსთა სამინისტრო, საბჭოთა დასრულება და შინაგან საქმეთა სამინისტრო. რომ სომარო წავიდა იმიშენ რომ მოვიდნენ, ბოლოს გავბრაზდი და ავყვირდი რა, წამოვდექი და უთხარი თქვენ არა ბატონო. მე უთხარი ისე იძახიან ესენი, ჩვენ რა შუაში ვარ, ჩვენ ხوار დაგვიჭერია. შინაგან საქმეთა სამინისტროზე ჩვენ ხوار გვიწამებია. პროკურატურის ძახის მე რატო? ასე ვთქვა თავს იმართლებდნენ. ხო, არა, იცი როგორ ერთმანეთს რა, თუ ეხლა ბოლოს გავიგე რა, კიდევ ვიყავი პროკურატურაში დაბარებული რაღაც ჩვენებაზე, ხო არ შეცვლიან, ხო არ გახსოვს რაღაცეებია რა. რაღაცა კიდე მთავრდება, ჯერ დაუმთავრებელია კიდე რაღაცა ერთი ეპიზოდი და არა მე ვთხარი რა უნდა შევცვალო რა, რაც თქვი ეს არის რა. ამდენი წელი გავიდა უკვე 2013 წლიდან 12 წელი გავიდა. 13 წელი გავიდა და ხალხი ახლა რა მახსოვს ახლა მე ისენი რომ დავაკვირდა ახლა სურათში ზოგი სხვა არის, აი ისე რომ დაინახო შეიძლება იცნო, სურათში შეიძლება ვერ ამოიცნო. ერთი ორი კი დავინახე, მაგრამ ან მეთქი რო დამიჭირეს მაშინ სამართლოში მახსოვს ან ციხეზე მე ვთხარი ესენი. სხვანაირად არ მახსოვს რა. ხო რაც არის ეგ არის და მე ვთხარი იმ ჩვენებას ის ვინც ვიცოდები რაც ზედმეტ სახე ისენი თქვი რომ ესე დარჩეს რა მე. და ეხლაც ესე ვთქვი კომისიაზეც რა. ყველაფერი რაც იყო რა, აი იცი როგორი სიტუაცია იყო ჩემო კოტე. აი ფაშისტების კინო რომ მქონდა ბავშვობაში ნანახი. გესტაპო როგორ აწამებდა ხას. უბრალოდ ფრჩხილები არ დამაცალეს მე და ფეხის და ხელის ფრჩხილები და რამე და გაზის კამერაში არ შეგვაგდეს, თორე დანარჩენი ყველაფერი ხდებოდა რა. ახალგაზრდა სისხლის გუბეები იდგა იქა, კარანტინში რო გადიოდი. ჩემს წინ ორი ბიჭი წავიდა და უთხარი რომ ეუნებიან ქურდებს შეაგინე. აი რა შუაშია ქურდებს შეაგინე, კაცი დაჭერილია. და რომ დასცხეს, ამ ბიჭმა არ შეაგინა და დასცხეს. ეთყობა ძმაკაცები იყვნენ, ორივე იყვნენ ერთად დაჭერილი და ამან უთხრეს თქვენი დედა ქურდეს, თქვენი დედა ქურდეს, რაზმე თქვენ ნახართ რაღაცები და გუბეი, მე რო გავია რა ისევ სისხლებით კი წმინდავდნენ, მაგრამ ტილოებით, მაგრამ
რას მოწმინდა ბიჭო ის სისხლი ისეთი რამეა ხო იცი რომ დაიქცევა და სწრაფად გაყავხართ რა დაგანგრევენ და მე შეგაგდებენ იმ გამანაწილებაში უბრალოდ აი ყველა არაფრის არ ბიჭო აბანო იყო 7-8 წუთში უნდა დაგებანა ბიჭო კამერიდან ხო უნდა მიხვიდი აბანომდე სადიზმი არისო ჯერ ბიჭო ბრიტვა მოდიოდა რომ ყიდულობდით პირი სულ უნდა კონდა გაპარსული მაგაზეც ალკე ცემა იყო რატო არა გაპარს უპრიალა უნდა ყო პატი მარი ვარ მინდა გავიპარსო მინდა ამას ვინ უყურებდა თმები გადაღებული უნდა ქონოდა ბრიტ არ ვარგოდა ის ვისაც ეს შემოქონდა მათ პროდუქცია საჭმელი ბიჭო სასკი იყო როგორი წითელი იცი ეტყობა ცომი და პიშეუ იკრას გაიყო თან ალბათ სალაგარეული და არ ჭამდი რა ეგეთ რაღაცებს რა ერთი რასაც იყო საწუთი კამფეტი კიდე მიდიოდა და სიგარეტი ტკბილს მოიტანდი ქვასავით იყო და ვინც ამარაგებდა აი ეს ხალხი მანახა ერთი ეს რა მოქონდათ ეს პროდუქცია რა просто გამაგებინა რა ძველი ნამცხვარი რაღაცა რამე რო რჩებოდა ალბათ ფაბრიკები ხო იყო რა ნამცხვარი ის მოქონდა ციხეში საღდებოდა რა ფულს აკეთებდნენ პატიმრებზე აბა რა შვებოდნენ პატიმრებზე ფული კეთდებოდა იქ აბა ძველს მოგიტანე დაგაღებინებენ აბა რა სიზავ ზოგს უნდა რა ტკბილია შეჭამს რა აი ბოდიში ბატონო ზამკითხისთვის აი ქაში თუ იყო ან ასეთი საჭმელები იყო რაღაცა ბიჭო არაშა რა ქაში არა ის რა ქაში არა ანუ ნორმალური საკვები რასაც ქვია ნორმალური აი თუ ახანდახან იყო რომ გრეჩიხას შეჭამდი გრეჩიხას თუ კაი გარჩეული იყო რა და ისინი არ ეყარა რაღაცეები რა თან წყლიანი მოდიოდა სულ წყალი იყო რა წყლიანი გრეჩიხას აი რა მოხარშე რა აი არარჩევ ისე მაინც მოყავს შრალად იყოს თევზი გეუბნები და იქიდან თუ რამე კაი შეხვდებოდა რო ამოქონდა ის რა ხან კეჩუბი ამოქონდა ხან ზაფხულში სალათას გაძლებდნენ კიტრი პომიდორისა ეგარი იყო იცი აჯაბსანდალი რო ერევა ხო იცი გაცეთილია კიტრი პომიდორი ესია რა იყო რა რაღაცეები ისეთი რომ ისე სახლიდან გირიცხავდნენ ფულს რა ყოველ კვირა რო გეყიდა რა კვირაში ერთხელ ქონდა ერთი დღე ქონდა როცა უნდა მოგეტანა ეს საჭმელი რა მოდიოდა იმას წერდი აძერდი ამ ბალანდიორს და ბალანდიორი მიდიოდა და მე მოქონდათ რა იმას გითიშავდნენ თუ ხმას რადიო იყო ერთი აუ იმ რადიოს ხო გითიშავდნენ და მაგაზე გწევდნენ განგრევდნენ შემოვარდებოდნენ ბიჭო და წაგიყვანდნენ და აი წიხლებით შეძვერით კრავატის ახლა არ გინდა შეძვერი როგორია შეძვერი კრავატის ხვის გეუნება თუ ვიღაცა რომ წაგაქცევენ ცემენ და მე წიხლებით რო კტენიან იტყავენ რომ წიხლებით შეგაგდონ კრავატის საწოლის ქვეშ 1000 უბედურება ხდებოდა 1000 უბედურება რა აი რა ვიცი აი ენთა უწერელია რა ამას შეიძლება წამებაზე დაწერო კაცმა ერთი კაი ციგნი და კაი ფილმის გადაიღო ხო და რო საერთოდ რა ესეთი რამე საქართველოში აღარ უნდა მოხდეს რა არც ერთმა ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს ყველა ადრიად ჯერ ბევრია კიდე დასაჯელი მაგ საქმე აგაში ხო დას ბიჭო დაჭერა კი არა ბიჭო დაჭერა რომ საქმე შველოდეს დაჭერა არ უნდა მაგრამ ეგენ მე ჩამოკიდო საჩვენებლად ყველანი რუსთავის სტოლბებზე მუსოლინივით უნდა ჩამოკიდო რომ მეორედ არავინ გაბედოს საქართველოში ესეთი რამის გაკეთება მოფიქრება და სადიზმი სულთა სადიზმი ეს ხო სადისტური ხელისუფლება იყო ეს ხო სადიზმი იყო ადამიანის დაცინვა ბიჭო ხალხი ადებდა ხელს მეორე ხალხს იმის შიშით რომ ცოლი და შვილი არ გაეუპატიურებინა და რაღაც არ მოხდარიყო რა ან იმ ხელს იმას აძლევდნენ როგორ დაადე რა და ცოტას მოგცევთ რა ზოგი ვერ უძლებდა ამ ხელა იმას რა მე ბევრ ამას გაუძელი დიდება უფალს და სულ ღმერთს ვეხეწებოდი ყოვლადწმინდა სამიმას დედაღვთისმშობლებს თავარანგელოზებს ანგელოზებს ჩვენ წმინდანებს რომ მეთქი სულით არ დავეცე რა არ გამტეხო ღმერთო და იმიტომ მადლობ უბრალოდ ყოველ დღე და დიდება მის სახელს რა მაგას ფარველობა ვერ გამოიჩინა მე ცოცხალი ვერ გამოვედი 54 კილო გამოვედი ბიჭო ციხიდან ძლივს დავდიოდი თუ ქარი რო ამოვარდა ერთხელ კინაღამ წამიღო ძლიერი ქარი რო ამოვარდა იმიტომ რომ ვერ ჭამ არ გერგება ცემაგა ყეპაგა ისო მთელი ორგანიზმი მაგ დაზიანებული
ეხ დღემდე მკურნალო. ჩემით ვახერხებ რაღაცებს და მკურნალო. და მეორე რამეა, სასამართლო არ მიტარდება. კომპენსაცია არ მაძლევენ. ვერ გავიგე რატო არ ტარდება. იუმართეთ ხელისუფლებას, რომ წამოვალთ შეთანხმებაზე. ოღონ კომპენსაცია მოგვეცით რა. არაფერი არ კეთდება რა. არაფერი. ყველა ერთმანეთს აბრალებდა ამ სასამართლო პროცესზე. 4 წელი, ახლა მე-5 წელი დაიწყება, არ მიტარდება. ვადა არ აქვს სასამართლო პროცესებს? მიზეზი რა არის? არაფერი. წერდა ადვოკატი არაფერი. 0 ნიმანი. 0. ყველაფერი 0. არ ვიცი რა. არ ვიცი. აი რა უნაქნა. ახლა ბიჭო მე მეყვარს ჩემი სახელმწიფო, ჩემი სამშობლოა და ჩემი სახელმწიფო. თორე წავიღებდი რა, ზღება წაიღეს რა, ვიღაც გაგებული მაქვს რა. ზღებს მისცეს კომპენსაციები 100,000-ებიც, ისიც. არიან ხალხი, ვისაც აღებული აქვს ეს ფულები. ხო არ წავიღებ ევრო სასამართლოში და იმებში ხო არ დავიწყებ მაგის იმას. არ მინდა რა ჩემ სახელმწიფოს, ჩემ სამშობლოზე რაღაცა ახლა საჩივარი გავაგზავნო რა. ხო უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, ხალხი ელოდება. ხალხმა სახლები დაკარგა რომ დაიჭერეს მაგეთი და უსახკაროები დაჭი. ბიზნესი ქონდა რა კაც. 1 კაც, 2 კაც, 3 კაც, მე ვიცი, სახლები იდო დაიჭერეს და მე ვახშემა წაიღეს. იმხელა სახლები. კაპიკებში. არა. თუ დაიჭერეს არასწორად ამგაც კომპენსაცია ხო ეკუთვნის. შეფასებული იყო ის სახლები და ისინი და მოეცათ კომპენსაციები ჩვენი წვალებისთვის, ცემებისთვის. ჩემზე მეტი არა, მე რო საბუთები მოვითხოვე, რომ მომეცით რა ამ კარცერებში და კარანტინების საბუთები მეთქი, სულ გაქრალი იყო 3 წელი ძლივს მოვასწარე. აღება. სულ მოსპეს ვიდეო ფირები. ღამე საღამოს 5 საათზე იკეტებოდა და ღამ 5-ის შემდეგ გეუნებოდა, წამო ადვოკატი მოვიდა გიბარებს. რისი ადვოკატი მიბარებს? ვიცოდი რომ უნდა ვეცემეთ, ან პროკურორი იყო, მე გცემდნენ რაღაცა, ან იქ წაგიყვანდნენ უფროსის ოთახში გაგლახავდნენ და გამოგიშვებდნენ რა ნაცემნად. ბიჭო ვეუნებოდი ამ ოფიცერს თუ ჩვენი გზები არ გადაკვეთილა, რა შვებით ხალხო, რა შვებით. იმის გულისათვის, კაცო. ივანიშვილი ატარებს მიტინგს რა და რადიო შეეშალათ, დაავიწყათ, გამორთვა თუ რამე კორპუსებში და იყო რა რადიო, რა და მოდიან რა. რას უსმენთ ე? რადიოა რა, თქვენი დაყენებული რადიო, რას უსმენ რა რადიო? ვის უსმენთ? მიტინგსო? ო, მიტინგს უსმენ მეთქი რა, მე დავიწყე მაგაზე. ო, მიტინგს უსმენ. რას უსმენ? კონია ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში. მე 4 მილიონი ნახევარიანი მიტინგი ყოფილა თუ 2 მილიონიანი თბილისში და მოვა რას იზავს მე. ეგ როგორც კი უთხარი. აქ შენ დედასო, ეგრევე დამეძახა და იქ კიდე მიშა კიდე ბიძინას დედასო, გაიგე, გარეთო. მეც ვერ მოვითმინე რა, 3 აგვისტო იყო როგორ მას. აქ შენი დედას და იქ კიდე გარეთ მიშას დედაც მეთქი, გაიგე. ოჰო, რა, მაინც უნდა ვეცემეთ, წავეყვანე და რა მნიშვნელობა აქვს შეაგინებ თუ არ შეა, მაინც უნდა გცემო. გულის მაინც მოვიფხანე რა. მეთქი კაცი მოდის გამოგვიშვებენ. ამინისტია გამოვა რაღაცა რა, ბალეში გობს. ეხლა თან როგორ ვიყავთ, ტელეფონში არაფერი არ გქონდა, მაგრამ მაინც ვიძახოდი. მაგაზე კიდე ცალკე შეურაცხყოფებს გაყენებდნენ. თუ გავიგეთ ოცნება 51, მეთქი ყველას უთხრათ 51 შემოხაზონ. მეტი წილი რა, პატიმრები ეგრე იყვნენ რა ციხეზე რა. ის მისჯილები ვიყავ. 2 წელი გავატარე და არ გადამიყვანეს. მეკუთვნოდა გადასვლა ზონაზე და არ გადავყვანით. აი ესე იყო რა. ეგრო ბიძინა მიცოდეს ახლა მე მაგის გულისათვის რამდენი მცემეს. მაგის დედას რო შეაქინეს და ჩემ დედას. არა უშავს. მერტი მაღალია და ყველაფერი კარგად იქნება რა. მე ესე მჯერავს რა. ამინ. უფალი დიდია. მადლობა ბატონო ზაზა. სტუდიაში მობრძანებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის და მე მინდა რომ ხას მიულოცო. კი ბატონო. მანდეგი ჩემო ძვირფასო TV+-ის მაყურებლებო და ჩემო ქართველებო და საქართველოს მაცხოვრებ ყველა ეროვნებას ულოცავ.
ამ კალენდარულ დღეს ახალ წელს 2026 წელს ჩემს საქართველოს საქართველოს ულოცავ შობა ახალ წელს, იმიტომ ჯერ შობა და მერე ახალი წელია. საერთოდ ეგრეა მართლმადიდებლურად. 7-ში შობა, 14-ში ახალი წელია. ისეც ახალ წლის წინა დღეს გამოვიდით 13 რიცხვის 13-ში გამოვიდით. უკვე გამოვიდა, უკვე ახალი წელიც გათენდა. 14-ში უკვე სახში ვიყავ. ულოცავ რომ შვიდობა ყოფილიყოს. ერთი რაც გვაკლია ჩვენ ქართველებს გვაკლია სიყვარული ერთმანეთის მიმართ რა. ერთად უნდა დავდგეთ, ქვეყანა გასაძლიერებელია, გასაერთიანებელია და დაუბრუნდეთ ჩვენ წინაპრები, სადაც დადიოდეთ, ჩვენ ტაძრებს, ჩვენს დაუჯეროთ ჩვენ პატრიარქს და ჩვენს ფუძვლებს, ჩვენს მოძღვრებს და ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი ამ ქვეყანას არ გაწირავს. სანამ ერთი ქართველიც იქნება ამ ქვეყანაზე და ერთი მლოცველიც იქნება ამ ქვეყანაზე. იმიტომ ეს არის დედაღვთისმშობლის წირქვედი ქვეყანა რა. გილოცავთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი და ბარაქის წელი ყოფილიყოს 2026 წელი ჩვენთვის. მთელი საქართველოსთვის. მეს მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ტელეპლუსის სახელით. მე კონსტანტინე ჯაფარიძე გილოცავთ. სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს, რომელიც რამოდენიმე საათში შემოაბიჯებს თელს დედამიწაზე, მათ შორის საქართველოშიც. გისურვებთ ყველანაირ სიკეთეს, ბედნიერებას, დოვლას და ყველას გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. და საქართველოს ძალიან მალე გვენახოს გამთლიანებული ნიკოსიიდან დარუბანდამის. გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ შობა ახალ წელს და ეს არის მრავალს. ეს იყო გადაცემა ანალიზის დრო, სეზონის ბოლო გადაცემა, შევხვდებით იანვარში. მანამდე კი ცოტა ხანი დავისვენებთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრად გახდათ ბატონი ზაზა გვიმრაძე, რომელმაც გაიხსენა ის საშინელი წუთები და საშინელი დღეები, რომელმაც მის თავზე გადაიარა. და იმედი მაქვს ასეთი ხელისუფლება, ისეთი ხელისუფლება, როგორც ნაცმოძრაობა იყო, მსგავსი აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, დამდეგ ახალ წელს და ეს არის მრავალს და შევხვდებით იანვარში. დროებით. მადლობა ბატონო ზაზა მურძანებისთვის და მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ. გაიხარეთ. დროებით.